მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ, ახლა თემატიკა იქნება ასეთი, როგორ არის უთქვენოთ, როგორ ცხოვრობს, რა ხდება მის ცხოვრებაში უთქვენოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და პატარა იდენტიფიკაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად თქვენზეა ეს გაშლა, თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლებს უყურეთ. უბრალოდ შეგიძლიათ არ მიიღოთ და აღარ უყუროთ ბოლომდე. უბრალოდ დაალაიკეთ და გადადით ჩემ გვერდზე და სხვა გაშლებს უყურეთ, თუ შეატყობთ, რომ თქვენზე არ არის. პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ გავიგოთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. ვინ არის თქვენი პარტნიორი, ვიზე არის გაშლა. შეძლია მოდის პრინცი თასის და მთვარე. ხუთ რამე მაღალი არკანი. აქ გაშლა შეიძლება იყოს ჰაერისტიკის პრინცე, ეს არის ტყუპების ასწორიან მერწყულის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში, რომ ყველა ჰაერისტიკი იყოს, შეიძლება უბრალოდ ადამიანი იყოს დაუჯერებელი თომა, ასე ვთქვათ. ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ეჭვები აქვს, ძალიან ხისტია, ენერგეტიკულად არ ჯერა ხოლმე რაღაცების მონაყოლების თვითონ უნდა გადაამოწმოს. ყველაფერი ეს იქნება სოციალურ ქსელში უფრო მეტად მქექავი ადამიანი ვიდრე რეალობაში, მაგრამ რეალობაში შეიძლება ადგეს და იმ დროს მოგაკითხოს და დაგასტუკოს, ასე ვთქვათ. სამსახურთან იქნება, სასწავლებელთან თუ სახლთან, როცა არ ელოდები, ადამიანი დიდი ეჭვებით, თვარე ეს არის უზომოდ ღრმად მოეჭვიანი ადამიანი, შემიძლია ესე ვთქვა, ადამიანი, რომელსაც არ ჯერა კიდევ მეორე რაღაცეების. ასევე შეიძლება მთვარის ფაზები მასზე ძალიან ცუდად და ძალიან ისე მოქმედებს, ანუ მატებასთან ერთად, მთვარის მატებასთან ერთად მისი ენერგიებიც იმატებს ხოლმე კლების პერიოდში. მისი ენერგიაც იკლებს, ხასიათიც რაღაც დეპრესიული ხდება, უფრო ეჭვიანი ხდება, უფრო ჩაკეტილი ხდება თავის თავში. ასევე არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ნაწილისთვის შეიძლება კიბორჩხალაც იყოს თქვენი პარტნიორი, იმიტომ რომ მთვარე მისი პლანეტა, თანამგზავრი, მისი მფარველია მთვარე, კიბორჩხალების, როგორც ვიცით, ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რაღაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა 10-იან ჟეზლით და ძალიან უჭირს უკვე აი ამ პასუხისმგებლობის და ტვირთების მისი ზურგით სიდვა უჭირს, უკვე დაყრაც არ შეუძლია, იმიტომ რომ ბევრი დრო აქვს ამ ყველაფერში ჩადებული და ბევრი ენერგია აქვს ჩადებული და ენანება დასაყრელათაც, ასე ვთქვათ, ენანება, იმიტომ რომ ცოტა დარჩა იცის, რომ აი ესეც უნდა გადააგოროს, რაღაცა ეს ერთგვარი პასუხისმგებლობა იქნება თუ გადასახადები იქნება ოჯახის წინაშე ბანკებთან თუ სამუშაო რეჟიმში დაკისრებული მისთვის ვალდებულებები, მაგალითად სხვისი სამუშაოც შეიძლება თავის თავზე არ აიღო, მაგრამ დააკისრეს, რომ რაღაც პერიოდი სხვის მაგირათაც მისი სამუშაო შეთავსებინა, ერთგვარად რაღაცა რთულ პერიოდშია. ასევე შეიძლება იყოს ურთიერთობის სიძნელე, რომელსაც აჩვენებდეს თქვენსა და მას შორის, რომელიც რთული გადასატანია ახლა მისთვის. აი ეს სირთულე, ეს ეჭვიანობა ემატება, ეს გრძნობელობა ემატება, რომელსაც მთვარე უმატებს. ეს ეჭვები გაუგებარი ბურუსით მოცული მომავალი რა იქნება და როგორ იქნება თქვენ შორის და ამასთან დაკავშირებით უფრო მეტად გაღიზიანებული ენერგეტიკა, უნდობლობა როგორც თქვენი, ასევე საერთოდ საწინააღმდეგო სქესის მიმართ უნდობლობა და ეს გულაცრუებული ყოფნა რთულ მდგომარეობაში ამბობს, როგორც ფსიქოლოგიურად რთულად არის ამ ადამიანის საქმიანობა, იმიტომ რომ ურთულდება კონცენტრირება სამუშაოზეც, ურთულდება კონცენტრირება თავის ხასიათის მობილიზაციაზე და სიმშვიდეზე, ანუ ძალიან რთულ და ესეთ ხისტ ენერგიებშია. კიდევ ვიმეორებ, მთვარე ძალიან გარდამტეხია მის ტიპაში, ძალიან გრძნობელობა პერიოდულად ემატება და განრისხებადობაც და ხისტი ენერგეტიკაც, უნდობლობაც, ეჭვიანობაც პერიოდულად იმატებს მასში, პერიოდულად რაღაცა მთვარის ფაზებთან ერთად თითქოს მშვიდდება, თითქოს სჯერა ისევ თქვენი, თითქოს სჯეროდა, ანუ ტიპაში იყო ასეთი და
პერიოდულად შვიდდება თითქოს და რაღაცნაირად ბალანსშია, მაგრამ ეხლა ერთგვარად აჩვენება, რომ ძალიან რთულ პოზიციებშია, როგორც სამუშაო რეჟიმში შეიძლება სირთულეები უკვე აღარ შეუძლია და ძალიან გადაღლილ მდგომარეობაშია ბევრი სამუშაოსგან გამომდინარე, თვარე ასევე შეიძლება იყოს, რომ ღამის სამუშაო რეჟიმი ხშირად უწევს და ესეც მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს და გაღიზიანებულია ერთგვარად აი ჩხუბის ესეთი ენერგეტიკა აქვს, სუსაჩხუბარს ეძებს, ან ვიღაცამ რაღაცა ისეთი თუ არ უთხრა ეგრევე შეუძლია რომ სიტყვაზე წამოეკიდოს და კონფლიქტში ჩაებას, აი რაღაცნაირი გაღიზიანებულ ენერგიებშია თუ ვატყობთ ამ თქვენ პარტნიორზეა საუბარი, გავიგოთ მაშინ როგორ არის ეს ადამიანი უთქვენოთ. პრინციპში ენერგეტიკულად ისედაც არაკლია გაღიზიანებადობა და სავარაუდოდ უთქვენობამ შეიძლება კიდევ უფრო მიუმატა ეს გაღიზიანებული ენერგეტიკა. გავიგოთ თუ ვატყობთ რომ თქვენ პარტნიორზეა და ატყობთ მის ენერგიებს დაახლოებით მაინც ასეთი ტიპაჟია, უყურეთ ბოლომდე და ლაიკი ვერ დაგიზაროთ. როგორ არის უთქვენოთ. ცხრიან ხმალი, ну ისევ იგივე შიშებით უძილობა ძალიან მოქმედებს მასზე, გეტყვით, იმიტომ რომ შეიძლება დაძინება უნდა და ვერ იძინებს. არ არის გამორიცხული და ერთგვარად ნერვოსს უქმნის, ხასიათს უფუჭებს, შეიძლება ჩაეძინება და კოშმარებით ეღვიძება, აი ძალიან ბევრს ნერვიულობს, უბრალოდ სახეზე დააკვირდით, როგორი შეშფოთებული სახე აქვს, რამეშველება სახეა. აქ კიდევ უკან თავისი პატარა ეშმაკები ყავს, რომელიც უჩიჩინებს, ეს არის მისი მეორე მე, შიშები, მისი ეჭვები, მისი ფიქრები, რომ ეხლა რამე შველება, როგორ იქნება სიტუაცია თქვენთან მიმართებაში, სავარაუდოდ, იმიტომ რომ 4-იან პენტაკლით ეს არის ადამიანი, რომელიც არ გამოხატავს ძუნწია აი ამ გამოხატულებაში, რომ ოფიციალურად გამოხატოს, რომ ამაზე ძალიან ნერვიულობს და უძილობა აქვს და სტრესს უქმნის ეს ყველაფერი, მაგრამ არ უნდა თქვენი დაკარგვა, აი მაქსიმალურად ჩემია და შევინახავ ზოგისთვის იქნება ემოციურ ფონს, რომელიც მას აი ამ სტრესს უქმნის, მაქსიმალურად არ გაგრძნობინებს და არ ამბობს ამ ყველაფერს ხმამაღლა, რომ აი არ გეტყვი, მაგრამ ძალიან ენატრებით, ძალიან უნდა თქვენთან შერიგება, რვიან ჟეზლი ამოდის კალოდის ძირში და ეს არის ინფორმაციას ელოდება სავარაუდოდ SMS-ით ან სოციალურ ქსელში თქვენგან წერილს ელოდება, ნახეთ, წერილი მიაქვს საჰაერო გზით რვიან ჟეზლზე რაღაცა ფრინველს, შაშს უფრო ალბათ. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უფრო ელოდება თქვენგან სოციალურ ქსელში აქტიურობას და მიწერ-მოწერას და რაღაცის ინფორმაციის მიწოდებას, ამიტომ მაქსიმალურად თავის თავს და თავის ემოციებს ინახავს ჩუმად მისთვის, ისე რომ არ გაგაგებინოთ თუ რაოდენ ღამის თენებებშია, ნერვიულობაშია, სტრესებშია, ტირილებშია, უძილობებშია და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს წარმატებით ახორციელებს 6-იან ჟეზლით მინდა გითხრათ, წარმატებით გამოსდის, რომ აი ეს შეინახოს თავის თავში ჩუმად. აქვს თუ არა სხვასთან კონტაქტი, მოდი გავიგოთ თქვენს გარდა. ვინმე სხვა არის თუ არა მის ცხოვრებაში. 7-იან თასი, 9-იან პენტაკლი, 6-იან ხმალი. პრინციპში აქ ადამიანი რაღაცა თავის შედევრებს ხატავს და ოცნებებშია, ფანტაზიორობაშია, რომ როგორი პარტნიორი ჭირდება მას და ვინ არის მისი ღირსი, რაღაცა ვარდისფერი სათვალეებიც უკეთია და ერთგვარად არა ისე ხატავს იმ სიტუაციას, რაც სინამდვილეში შეესაბამება, ცოტა გაბლენდერებული, ასე ვთქვათ, არა კონკრეტულად როგორც სიტუაციურად არის მის ცხოვრებაში, რაც შეიძლება ხდებოდეს, ვერ აღიქვავს ისე და რაღაცა თავისებურ ნახატს და შედევრს ხატავს, რომ აი უკეთესი სჭირდება, ან იმაზე მეტად უკეთესად აღგიქვავთ თქვენ და თქვენ პიროვნებას მის ცხოვრებაში, ვიდრე ყოფილხართ, საწყნარად არ ვიცახი, მაგრამ აი რაღაცა ვარდისფერი სათვალეები აქვს და არა ისე ხატავს მის ნახატს ცხოვრებისეულს, როგორც სინამდვილეს არ შეესაბამება. 9-იან პენტაკლით კარგად გამოიმუშავებს ფინანსებს და კარგი შეიძლება რაღაცა საჩუქარიც კი მიიღოს, დამატებითი ხელფასი ან დაწინაურება ფინანსურ სფეროს თუ განვიხილავთ, მაგრამ პარტნიორობაზე რო გითხრათ, ამ მხრივ შებრუნებულია და წასულია, საერთოდ პარტნიორის და ახალი პარტნიორის გაცნობაზე სურვილიც არა აქვს, იმიტომ რომ თასები თქვენს მიმართ უჭირავს.